ჩვენს რეჟისორს ნათია ბალაძეს ალბათ ზუსტად უპრიანი იქნება, რომ კოლეგას ზუსტად მან გადასცეს ჯილდოები და სიგელები. ნათია, გთხოვთ სცენაზე. თეატრალური სტუდია პერსონაჟი. და დიდი მადლობა თქვენ პატარა მსახიობებს. როგორც იცით, ჩვენი ფესტივალი განსხვავდება იმით, რომ ეს არის სატელევიზიო ვერსია და იმით გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი თქვენთაგანი ჩამოსული ხართ რაიონიდან და ძალიან არ გაგვეწევოს ეს ყველაფერი, ამიტომ ყველა მონაწილეს ნომრის შემდეგ დავაჯობოთ. ახლა კი მოდით, გავიცნოთ ეს ძალიან მაგარი ადამიანები. ლუკა სილაგაძე. სანდრო ჰანცულავა. ნატალია სეხნიაშვილი, ხო? ანასტასია ფხიკიძე. ნინია რობაქიძე. ელენე ესიაშვილი. ნინი ბითაძე. საბა ნავროზაშვილი. სანდრო არტაზიანი და დასო ჩარგაზი. სულ ასე გამარჯვებულ გზაზე გევლოთ და წარმატებები. და ეს ყველაფერი არ არის. მე მინდა ჩვენთან მომიწვიოთ ჩვენი ფესტივალის მეგობარი, ესთეტიკური ცენტრი, დიკას ესთეტიკური ცენტრი, ქალბატონი დიანა მელაძე. და ქალბატონ დიანას თქვენთვის აქვს საჩუქარი, რომელსაც თავად გამოაცხადეთ. რა საჩუქარი გადაეცით? მოგესალმებით. გადავეცი ქალბატონ ნინოს 500 ლარიანი ვაუჩერი დიკას ესთეტიკის ცენტრიდან. ნებისმიერება შეგიძლიათ მოგზაურობთ და მოხარული ვიქნებით თქვენი მომსახურებით. ეს ის თქვენ დიანა, ჩვენგან მცირედი საჩუქარი და ფესტივალის მეგობარი. მე მგონი სულ მალე ყველაზე პრესტიჟული იქნება ეს. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო. გელოდებით კიდევ და ცოტა არ იყო შემშულდა კიდეც თქვენი. არ შეიძლება ასეთ დროს განძლიერება არ გამოხატო ფესტივალის ორგანიზატორებთან მიმართებაში, რადგან ეს არის ჩვენი თაობების აღზრდის კიდევ ახალი შანსი და ძალიან კარგი სახელი აქვს ამ ფესტივალს. ყველას აქვს უფლება თავისთავად გამომავლინოს და შემდგომ ფესტივალზე მოსული ვნახოთ როგორ არის გაზრდილი კიდევ უფრო და მე მინდა ვუსურვო თქვენს ფესტივალს რომ ისეთ მასშტაბებისთვის მიეღწიოს რომ იქით ითხოვდნენ უცხოეთიდან ჩვენს მიწვევას და იქ ჩატარებული იყოს ფესტივალები რომ ჩვენი დიასპორის ქართველი შვილებიც გავახაროთ. მადლობა თქვენ.